ვინ იყო სინამდვილეში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი? ბოლო 4 წლის განმავლობაში, კითხვა ტაკერ კარლსონის შოუში მიწვეულმა ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა მეტ ტაიბიმ დასვა. პასუხად თავად ტელეწამყვანმა ტაკერ კარლსონმა აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით ჯო ბაიდენის მმართველობის პერიოდში ქვეყანას ყოფილი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მართავდა. ამერიკელი ჟურნალისტები განმარტავენ, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებასთან ერთად პასუხი უნდა გაეცეს ისეთ კითხვებს, თუ ვინ და რატომ აფარებდა ხელს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობის გაუარესებას და ვინ იღებდა მის ნაცვლად გადაწყვეტილებებს. მე როგორც ჟურნალისტს ბევრი რამის გამოძიება მსურს. ყველაზე დიდი კითხვა კი, რაზეც პასუხი მინდა მივიღო, არის ის, თუ ვინ იყო პრეზიდენტი ბოლო 4 წლის და განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში. უამრავი დანაშაულია გამოსაძიებელი, მათ შორის კორუფცია. ის, რომ ვიღაც ახერხებდა და არაკომპეტენტურ პრეზიდენტს ხელს აწერინებდა მნიშვნელოვან დოკუმენტებზე, ვფიქრობ ამერიკის ისტორიაში ყველაზე სერიოზული დანაშაულია. როგორ მუშაობდა თეთრი სახლი, ვინ მართავდა პროცესებს. ვფიქრობ ენტონი ბლინკენი მართავდა ქვეყანას, რადგან ის იმდენად ბოროტია და ამავდროულად სულელიც, რომ მის ხელწერას ხვედავ ყველაფერში. ეს ჩემი ვარაუდია. ფაქტია, რომ ადმინისტრაციაში ყოფნის უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში ბლინკენმა ყველაფერი გააკეთა, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის ომი დაეჩქარებინა. ისევ დიდ კითხვად რჩება, თუ ვინ იყო პრეზიდენტი.